გადავხედოთ ამასობაში ვითარებას მსოფლიო საფონდო ბირჟებზე და იმ ძირითად ინდექსებზე, ამის გამოც გადმოვინასვლე რეალურად ჩვენ საპრეზენტაციო სივრცეში და მექნება თქვენთვის წარმოდგენილი. S&P 500 გარკვეული მინუსით ჩაიხურა 74 მეასედით და ანალოგიურად მნიშვნელოვანი მინუსი არის Dow Jones-ზე და Nasdaq-ის კომპოზიტზე. რაც შეეხება ვითარებას ევროპაში, აქაც მინუსია 67 მეასედი და რაც თავარია აზიის ბირჟები 47 მეასედით და თითქმის 2%-იანი კლებით გაიხსნა იაპონია. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათის არის ინფორმაცია, რომ ისრაელმა და ლიბანმა მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე, ინვესტორებს ნაკლებად სჯერათ ამ ვითარებისა და ისინი უფრო მყარ გარანტიებს ითხოვენ ომის შეჩერებისა. ანალოგიური დასტური არის, რაც მომდინარეობს ნავთობის ფასებიდან და იგივე ბუნებრივი აირი და სხვები, ნედლი ნავთობი 95.9, ბრენტი 97-ზეა. ზარდი არის კვლავ ბუნებრივ აირზე ფასები, ხედავთ რომ დიდად არ არის შეცვლილი და ურალსი 87%-იან ზღვარს უახლოვდება და მოდი აქვე ბარემ უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ შედარებით დაიძა ზიდისკენ ოქრო და ვერცხლი. მნიშვნელოვანი კლების შემდეგ და ვნახოთ 4460-ზე არის ოქრო, უნცია და $73 არის ვერცხლი. რაც შეეხება კრიპტოებს, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანია CoinMania-სთან ერთად წარმოგიდგენთ, $64,357. ეს არის ბიტკოინის ამჟამინდელი ფასი. ძალიან დიდი კორექცია არის ერთკვირიან ჭრილში. 12%-იან კლებაზე არის საუბარი, მეგობრებო, ამ ხნის განმავლობაში. $1800 არის ეთერიუმი და თითქმის 11%-იანი კლება არის ეთერიუმზე და შესაბამისად ამიტომაც არის რომ ამ დროისთვის ეგრეთ წოდებული როტაციის პრინციპით ინვესტორები უფრო საფონდო ბირჟისკენ ინაცვლებენ, რადგან გაცილებით მეტ მოგებას ხედავენ იქ. რომ გადავხედოთ მთლიანად კომპანიებში არსებულ ვითარებას, აქაც ძირითადად ჭარბობს მინუსები, ხედავთ Nvidia-დან დაწყებული წამყვანი კომპანიების ათეულს და შესაბამისად ესეც ვართ წარმოდგენილი.